დღემშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. დიდი მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ამ გადაცემის მიმართ და ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც შემოვიდა, მართლაც მიეკუთვნება საინტერესო კითხვების კატეგორიას, კითხვებისა, რომელიც არა მარტო ერთი ადამიანისთვის, არამედ ძალიან ბევრისთვის იქნება ალბათ მნიშვნელოვანი. Რატომ აირჩიეთ მედიცინა თქვენი საქმიანობის სფეროდ და შემდეგ უკვე პედიატრია? და მეორე ნაწილიც აქვს ამ კითხვას, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ თუ არა? რა თქმა უნდა, ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ და ხშირად ამბობენ ხოლმე უკან რო დაბრუნდეს დრო, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდი თუ არა? დიახ, უკან რო დაბრუნდეს დრო, ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მე არა ვარ ექიმების ოჯახიდან, არც ჩემი მშობლები, არც ახლო ნათესავები მედიცინის სფეროში არ მოღვაწეობდნენ, ასე რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ერთმა წიგნმა. ეს იყო არჩიბალდ კრონინის ციტადელი, სადაც ექიმის ცხოვრება არის აღწერილი და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა და თვით ექიმის ცხოვრებამ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ამერჩია მედიცინა ჩემი მომავალი საქმიანობის სფეროდ სწორედ აქედან მოდის. გახსოვთ თუ არა თქვენი პირველი პაციენტი რა დიაგნოზი ჰქონდა და როგორ წარიმართა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდეგში? მე სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე 1980 წელს და პირველივე წლიდანვე ჩავირიცხე კლინიკურ ორდინატურაში. მაშინ არ იყო ესეთი სისტემა, როგორიც ახლა არის, პოსტდიპლომური განათლების და კლინიკური ორდინატურა მადევდა საშუალებას მემუშავა როგორც კათედრაზე, ბავშვთა სნეულებათა პრობედექტიკის კათედრაზე, ისე საავადმყოფოში და ისე ვათარბეგოზე ბავშვთა პირველი საავადმყოფო. ერთ-ერთი პირველი პაციენტი, რომელიც მე ნამდვილად კარგად მახსოვს და შემდეგ ავხსნი თუ რა მიზეზით, იყო წლამდე ასაკის ბავშვი სეფსისით. საკმაოდ მძიმე პაციენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ვმართე, რა თქმა უნდა, ჩემი კათედრის ხელმძღვანელის ბატონ ნოდარ ხერხეულიძის დახმარებით, მაგრამ ეს პაციენტი კარგად გაეწერა, გამოჯანმრთელებული, საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო კლინიკაში, ამის შემდეგ ოჯახთან გარკვეული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პაციენტი შემდეგ აღმოჩნდა ჩვენს კლინიკაში, როგორც კლინიკის თანამშრომელი, ტექნიკური პერსონალი. იმდენი წლის შემდეგ, ეხლა ჩვენთან მუშაობს და ჩემთვის მასთან შეხვედრა დღეს შეიძლება რამდენჯერმე შევხვდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული ახალგაზრდაა და ესეთი იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ესეთი თანხმედრა პირველი პაციენტი და ამდენი წლის შემდეგ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ. ნიკას აქვს ესეთი კითხვა, რა არის დღეს თქვენი კლინიკისთვის მთავარი გამოწვევა და რატომ? ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იაშვილისთვის იყო ისეთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური აპარატის არარსებობა, როგორც არის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, MRT კვლევა. ჩვენ სულ რამდენიმე დღეში უკვე პირველ პაციენტს მივიღებთ და შესაძლებლობა გვექნება მას ჩაუტაროთ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ინფორმატიული კვლევა და ეს დიაგნოსტიკური გამოწვევა, რომელიც იაშვილის კლინიკას ჰქონდა, უკვე აღარ არსებობს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ძირითადი გამოწვევა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დარჩა და ალბათ არა მხოლოდ ჩვენი კლინიკისთვის, ეს არის კადრების დეფიციტი. პირველ რიგში ეს ეხება საშუალო სამედიცინო პერსონალს და აქ მართლაც სერიოზული დეფიციტია. ძირითადი კადრი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, განსაკუთრებით კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები. მათ აქვთ უფლება მეოთხე კურსიდან მიიღონ მონაწილეობა პაციენტის მართვაში, როგორც ექთანმა, მაგრამ 3 წელი მხოლოდ. 3 წლის შემდეგ ისინი იწყებენ სამედიცინო საქმიანობას და უკვე აღარ შეუძლიათ ამ თვალსაზრისით კლინიკაში მუშაობა ამ პოზიციაზე. ამიტომ ჩვენ და მე ვიცი, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა საშუალო სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. რას ფიქრობთ ბავშვების გახშირებულ ავადობაზე?
გულისხმობთ სეზონურ ვირუსებს, რომელიც ზამთრის განმავლობაში ხან 12 ჯერ ხვდება ბავშვებს, ხომ ფაქტია, რომ ადრე ასე არ იყო. ერთი რაც მნიშვნელოვანია, ეს სიხშირე მართლაც ესეა, სავსებით შესაძლებელია ზამთრის განმავლობაში დაწყებული გვიანი შემოდგომიდან ზამთრის ბოლომდე ბავშვების ავადობის სიხშირე იყო ზუსტად ესეთი 8 ჯერ, 10 ჯერ, 12 ჯერ გახდეს ავად ბავშვი და ეს ჩვენ არ მიგვაჩნია როგორც განსაკუთრებული მოვლენა. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მშობლებს, არ არის მნიშვნელოვანი და ძირითადი რამდენჯერ გახდება თქვენი შვილი ავად. მნიშვნელოვანია ავადობის სიმძიმე. ბავშვი 12 ჯერ შეიძლება გახდეს ავად, მაგრამ ეს გადაიტანოს სახლში. უბნის ექიმის მეთვალყურეობის ან თუნდაც სატელეფონო კონსულტაციის ფონზე სავსებით შესაძლებელია. თუ ბავშვი ორჯერ გახდება ავად წლის განმავლობაში, ორივე ჯერ ფილტვების ანთება ექნება და მოგიწევთ მისი საავადმყოფოში მოთავსება, ეს ბავშვი გაცილებით მეტად საყურადღებოა. მეტად მნიშვნელოვანია მისი შემდგომი გამოკვლევა და მონიტორინგი, ვიდრე იმ ბავშვისა, რომელზეც 12 ჯერ გახდა ავად. აი, ორჯერ ფილტვის ანთების შემთხვევაში ჩვენ მართლაც ვფიქრობთ იმუნური სისტემის დეფიციტზე. ამიტომ უმჯობესია ჩვენ აქცენტი მქონდეს არა უბრალოდ ავადობის სიხშირეზე, არამედ რითი გახდა ავად, დაგჭირდა თუ არა საავადმყოფოში მოთავსება, დაჭირდა თუ არა ანტიბიოტიკების გაკეთება, განსაკუთრებით ინტრავენურის, ხომ არ იყო აი ამ შემთხვევებს შორის ფილტვის ანთების ეპიზოდი, ჩირქოვანი ანგინის, ჩირქოვანი ოტიტის ეპიზოდი და ასე შემდეგ, ასე რომ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და არა ავადობის სიხშირე. რაც შეეხება ადრე ასე იყო თუ არა, აი ადრე სულ ესე იყო, ეს არაფერი ახალი ამაში არ არის. ესე არის ეხლაც, ესე იყო 10 წლის წინაც, აქ არაფერი არ შეცვლა. ბავშვების იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორც ეხლა 21 საუკუნეში ისეთივე იყო მე-20-შიც. ვირუსების რაოდენობა არ გაზრდილა, თუ არ დავამატებთ კორონავირუსს, ასე რომ ეს სტანდარტული მდგომარეობა და ესე იქნება წლების შემდეგაც. როგორც ვიცი, სიმსივნით ავადობის მაჩვენებელი არც თუ ისე დაბალია და ჩატარებული სამეცნიერო კვლევებით რა იწვევს პატარებში ამ პროცესს და რამდენად ექვემდებარება განკურნებას. აი ამ სერიოზული და მძიმე დაავადების განკურნების შესაძლებლობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტია. ყოველწლიურად მატულობს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკის, მათ შორის სკრინინგის შესაძლებლობები. ყოველწლიურად უფრო მეტი ეფექტური მედიკამენტი ხვდება ფარმაცევტულ ბაზარზე, ამიტომ ამ მხრივ სტატისტიკა არის მართლაც გაუმჯობესებული, გამოსავალის თვალსაზრისით. ეს დაავადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ბავშვთა ასაკში, ლეიკემია, მისი მორჩენის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, 90%-მდე ადის განვითარებულ ქვეყნებში და ზოგიერთი დიაგნოზის შემთხვევაში უფრო მეტიც. ასე რომ ამ თვალსაზრისით დიაგნოსტიკა და კურნალობა, ასევე პრევენცია ონკოლოგიური დაავადებების მართლაც ყოველწლიურად უმჯობესებას შედეგის სახეზეა. ცნობილია, რომ სიმსივნური პროცესების ჩამოყალიბების უკან შეიძლება იდგეს გენეტიკური ფაქტორი, შეიძლება იდგეს გარემო ფაქტორი, შეიძლება იდგეს ინფექციური ფაქტორიც, აი მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი ეგრეთ წოდებულ ონკოვირუს, ანუ ვირუსს, რომელმაც შეიძლება ონკოლოგიური პათოლოგია გამოიწვიოს, ეპშტეინ-ბარის ვირუსი მიეკუთვნება, რომელიც პაციენტების მცირე ნაწილში განაპირობებს აი ჰოჯკინის ლიმფომის განვითარებას, ანუ ერთ-ერთი ონკოლოგიური დაავადებები. სამწუხაროდ, ყოველთვის ამ მიზეზის დადგენა შეუძლებელია. რადიაცია კიდევ ერთი ცნობილი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები მართლაც შეუდარებლად უფრო მეტი ახლა, ვიდრე წინა წლებში იყო და იმედი გვაქვს, რომ როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან ახლო მომავალში ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ერთ-ერთი კითხვა ეხება ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებს და ვაქცინაციას. ბავშვთა ცერებრული დამბლა არ მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომელიც წინააღმდეგ ნაჩვენებია ვაქცინაცია. პირიქით, ამ ბავშვებს უფრო მეტი მიმღებლობა აქვს სხვადასხვა ვირუსული ინფექციის, ამიტომ მათში
აუცილებლად ჩატარდეს ვაქცინაცია, ისინი განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, ამიტომ პირიქით არა მარტო წინააღმდეგ ჩვენება ესეთი დიაგნოზის, ისე როგორც ბევრი სხვა ქრონიკული დიაგნოზის მქონე პაციენტებში ვაქცინაციის ჩატარება არის აუცილებელი. საქართველოში დღეს შესაძლებელია 13 დაავადების წინააღმდეგ ჩავატაროთ ვაქცინაცია, პლუს ამას ემატება სეზონური ვაქცინაცია გრიპის წინააღმდეგ, ასე რომ ყველა იმ ბავშვმა, რომელსაც ამა თუ იმ ქრონიკულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია და მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის აი ამ ჯგუფის ბავშვებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაავადების თავიდან აცილების თვალსაზრისით. ვაქცინაციის შემდეგ ჩატარებული გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა არის ლოკალური გვერდითი მოვლენები, ანუ ეს მოვლენა, რომელიც ვითარდება ინექციის ადგილას. შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება, როგორც წესი, ამ გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა პირველი 24 საათის განმავლობაში ვითარდება და ასევე როგორც წესი ისინი არ წარმოადგენენ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს. ვირუსული ინფექციები ამ ეტაპზე რა ფაზაშია, გასულ ზამთარს როგორ შეაფასებდით და როგორ დაიძლია ზამთრის პერიოდში არსებული ვირუსული ინფექციები და რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში შესაძლებლობა ბოლო წლების განმავლობაში 200,000 დოზა უფასო ვაქცინა იყო საქართველოში შემოტანილი ბოლო რამდენიმე წელია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ რისკის ჯგუფებს და მათ შორის ბავშვებსაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ყველაზე სერიოზული გამოწვევა არის ის, რომ ყოველწლიურად რჩება ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ათვისებული არ არის. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მცირდება და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება საკუთარი გამოცდილების მაგალითზე, რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მაგრამ ჩვენ ვერ მივახციეთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ჩვენი კულტურის, სამედიცინო კულტურის, პრევენციის კულტურის. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეხება ბავშვებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, მაგრამ ქვეყანაში გამოწვევად რჩება მაინც მოსახლეობის ალბათ ნაკლები ინფორმირება და ალბათ ექიმების ნაკლები აქტიურობაც ამ ვაქცინის უფრო და უფრო მეტი ხელშეწყობის, ამ ვაქცინაციის პროცესის სარგებლობის ახსნისა და ასე შემდეგ თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც საუბრობდით გრიპის ვირუსის პრევალენტობაზე ნოემბრის დასაწყისიდან. პრაქტიკულად მაისის ჩათვლით ქვეყანაში ცირკულირებდა გრიპის ვირუსი და თებერვალის მეორე ნახევარში გრიპის ვირუსი შეადგენდა მოცირკულირებული ვირუსების 80%-ზე მეტს. საბედნიეროდ ამ ვირუსებმა ნაკლებად მძიმედ ჩაიარა, ამაში ჩვენ გულისხმობ გარდაცვალების მაჩვენებელს, ყოფილა საქართველოში პერიოდი, მაგალითად 2009-2010 წლის პანდემიის მომდევნო წელს 60 ადამიანი მოკვდა გრიპის ვირუსით. წელს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულ ერთეული შემთხვევა იყო გარდაცვალების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონმა კარგად ჩაიარა. როდის დავამთავრებთ ამ ვირუსებს? ამ ვირუსებს ვერასოდეს ვერ დავამთავრებთ. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ იქნება თუ არა როდესმე პერიოდი, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, როდესაც ვირუსი არ იქნება, ალბათ ეს არასწორი მოლოდინია და ვირუსი ყოველთვის იქნება. ვირუსის დამთავრებაში თუ გულისხმობთ სეზონურ ცვალებადობას, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ზამთრის ვირუსული მატების პიკი, განსაკუთრებით გრიპის ვირუსის მატების პიკი უკვე დამთავრდა და ამ თვალსაზრისით ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, მომდევნო თვეები ვთვლით, რომ იქნება გაცილებით უფრო სხვა ვირუსების სიჭარბით და არა გრიპის ვირუსით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აი ამ ჩამონათვალიდან, რაც ახლა ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს, სწორედ გრიპის ვირუსია ყველაზე მძიმე გართულების, ყველაზე მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი, თუ ვირუსი გრიპის არ იქნება, შესაბამისად გართულებების მოლოდინიც ნაკლებად აგვაქვს, ამიტომ გრიპის ვირუსის პერიოდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დამთავრდა. რატომღაც გონია, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა არ გახასიათებთ, მუდმივად ინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს კოვიდის პერიოდშიც გამოჩნდა, როგორ ახერხებთ ამას. ერთი რამ, რაც ჩემთვის ცნობილია, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტთან გაქვთ ურთიერთობა და პედიატრიული პაციენტი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, თქვენი ურთიერთობა გაქვთ ბავშვთან, ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში, თუ ეს ბავშვი საავადმყოფოში მოვიდა, ნიშნავს, რომ
დედა, მამა და ოჯახის წევრები ნერვიულობენ. აქ თუ ამას დაემატა გარკვეულწილად ექიმის ემოციაც მიუხედავად დიაგნოზისა, ეს ნამდვილად არ იქნება ხელისშემწყობი მთელი ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აუცილებელი თვისება, რაც უნდა კონდეს პედიატრს, ეს არის სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა. ნებისმიერ დიაგნოზის დროს შეიძლება პოზიტიური სპოვნა და ნებისმიერ მდგომარეობის დროს შეიძლება ამ პოზიტიურზე აქცენტის გაკეთება. მარტო მედიკამენტური მკურნალობა ყოველთვის საკმარისი არ არის. მედიკამენტური მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამის გარემოში და ეს შესაბამისი გარემო უნდა შექმნას ექიმას, სამედიცინო პერსონალმა და ამიტომ ალბათ ეს სიმშვიდე და ესეთი დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარია, რაც პაციენტთან კომუნიკაციის დროს ნებისმიერ ადამიანს უნდა კონდეს. რატომ შემოიტანეს ინდური ვაქცინები და იქნება თუ არა ევროპული ვაქცინა ისევ ხელმისაწვდომი? უამრავი მშობელი ვაქცინაციისაგან ამის გამო თავს ვიკავებთ. ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დაისვა. ინდური ვაქცინები და ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, უკვე ბევრი წელია ექვემდებარება ერთ მარტივ კონტროლს. ეს უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნებადართული ვაქცინები. საქართველოს არ შეუძლია ვაქცინის შემოტანა, საიდანაც მას მოუნდება, სადაც უფრო იაფია, სადაც უფრო ხელმისაწვდომი არავითარ შემთხვევაში. ჩვენი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრი წელია იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა. ეს ნებართვა გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაქცინა იწარმოება იმ ქარხანაში, რომელიც ასევე ნებადართულია, შემოწმებულია და აკრედიტებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ინდოეთში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც აწარმოებს ვაქცინებს და ეს ქარხანა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთვალყურეობის მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ. ასე რომ ის პრეპარატი, რომელიც საქართველოს შემოდის, რომელთაც იცრება ბავშვები, სრულებითაც არნიშნავს ნაკლებ ხარისხს. პირიქით, ეს არის ის ვაქცინა, რომელიც გაივლის და გადის მკაცრ კონტროლს ბევრი სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან და შესაბამისად ეს ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემოდის, რომელიც გამოიყენება ბავშვების ვაქცინაციის, არის სრულიად უსაფრთხო და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ინდური ვაქცინის გაკეთების გამო განვითარდა რაღაც სერიოზული გვერდითი მოვლენა. სერიოზული გვერდითი მოვლენა ახასიათებს ძალიან იშვიათად ყველა ვაქცინას ის წარმოებულია ინდოეთში, შვეიცარიაში თუ საფრანგეთში. ასე რომ ამ ხრივ მე გარწმუნებთ, რომ ის ვაქცინები, რომელიც საქართველოს შემოდის, არის ხარისხიანი, არის ეფექტური, არის კონტროლის ქვეშ დამზადებული და არანაირი мотивация, რომ ჩვენ ამის გამო ვაქცინაცია არ ჩავიტაროთ და დაველოდოთ, როდი შემოვა საქართველოში ევროპული ვაქცინები, არ არის სწორი. პირიქით, გადაცილებული პერიოდი ვაქცინის ჩატარებიდან არის მაღალი რისკის პერიოდი. ამიტომ თუ თქვენ შვილს უწევს ვაქცინის გაკეთება და მოუწია ასაკის მიხედვით რომელიმე ვაქცინაციის ჩატარება, აუცილებლად ჩაიტარეთ ეს ვაქცინა. საერთოდ არ უნდა იკითხოთ, საიდან არის შემოსული, იმიტომ გავიმეორებ, ვაქცინები მიეკუთვნება იმ პროდუქტების ჩამონათვას, რომელიც საქართველოს შედის მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებული საერთაშორისო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მიერ. გვაქვს თუ არა ექიმების შეფასების ონლაინ კითხვარი, პირადი გამოცდილების სტაციონარში ყოფნისას ზოგიერთი ექიმი ძალიან უხეშია, იმდენად რომ ხშირად პაციენტები კითხვის დასმასაც ერიდებიან, ასევე სტრესულ სიტუაციაში ყოფი მშობლების მიმართ არ არიან ემპათიურები. კონტროლდება თუ არა სიტუაცია და არსებობს თუ არა მონიტორინგის სისტემა. ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში კომუნიკაციის საკითხი. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა UNICEF-ის მხარდაჭერით ჩაგვეტარებინა ჩვენი უცხოელი კოლეგის მონაწილეობით ტრენინგი კომუნიკაციის საკითხებში პედიატრებთან, ექთნებთან და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ აქ ქვეყანაში ძალიან სერიოზული ხარვეზია. კომუნიკაცია კოლეგებთან ურთიერთობაში, კომუნიკაცია პაციენტთან ურთიერთობაში, კომუნიკაცია მშობლებთან ურთიერთობაში. აქ ხარვეზები სამწუხაროდ არსებობს და ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ნამდვილად ვიზიარებ ქალბატონ ნანას მოსაზრებას, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს ესეთი შეფასების კითხვარი და არა ერთი სხვადასხვა სახის. ეს კითხვარი მდგომარეობს
ანონიმურ გამოკითხვაში მშობლის რა ქონდა მას ექიმთან დაკავშირებით ემოცია, როდესაც იაშვილში იტარებდა მკურნალობას. აქ ბევრი რამ შედის. ექიმის დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი, მისი ყურადღება, ისევ როგორც სხვა სამედიცინო პერსონალი ჩვენ ამას ვატარებთ მუდმივ რეჟიმში. 6 წლის ბავშვი ხშირად აქვს ყელის ტკივილი, ეგრეთ წოდებული გლანდები, გთხოვთ მირჩიოთ ამოუჭრა თუ არა. თუ განვითარდა ნუშრაჯირკვლების ანთება ტონზილიტი, არანაირი აუცილებლობა პირველივე ტონზილიტის დროს, პირველივე თუნდაც ბაქტერიული ტონზილიტის დროს ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, ნამდვილად არ არსებობს. ზოგადად ყელის ტკივილი არსებობს ვირუსული და ბაქტერიული. აი ოპერაციის აუცილებლობა დგება მაშინ, თუ ვითარდება პაციენტთან ხშირი ბაქტერიული ინფექცია, ჩირქოვანი ტონზილიტი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტანდარტია. ზოგი ქვეყანა დასაშვებად მიიჩნევს 6-მდე ეპიზოდს წლის განმავლობაში, ზოგი ქვეყანა 5-მდე ეპიზოდს ბაქტერიული ტონზილიტის წლის განმავლობაში, ჩვენ პროტოკოლში ვიწერია 3 და მეტი ეპიზოდი წლის განმავლობაში. ანუ უნდა იყოს 3 და მეტი ეპიზოდი ჩირქოვანი ბაქტერიული ტონზილიტის, რომელსაც დაჭირდა ანტიბიოტიკოთერაპია, რომ ვიფიქროთ და არა გავაკეთოთ აუცილებლად ტონზილექტომიაზე. არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა კოვიდის დროს რამდენი ბავშვი დაიღუპა საქართველოში და რატო ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა. 17,000 ადამიანი დაიღუპა პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ციფრია და ამ 17,000 ადამიანის შორის ბოლო სტატისტიკის მიხედვით 9 იყო პედიატრიული პაციენტი. ამ თვალსაზრისით პედიატრიული ლეტალობა ქვეყანაში მართლა ძალიან დაბალი იყო, ძალიან დაბალი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იცით, მაშინაც არ არსებობდა რაღაც მიზანმიმართული ეფექტური საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ. ამ 9 პაციენტთან ყველა შემთხვევაში იყო თანარსებული მდგომარეობა. ეს არ იყო მანამდე პირველად და ჯანმრთელი ბავშვი შემოსული კორონავირუსით. ყველა ბავშვთან იყო თანარსებული მძიმე მდგომარეობა, რამაც განაპირობა კიდეც ესეთი გამოსავალი. ზოგ შემთხვევაში მიზეზი იყო ერთ შემთხვევაში თუ არ ვთქვი ძალიან გვიანი მიმართვიანობა სამინისტრო დაწესებულებაში, ამიტომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით მეტნაკლებად ინფორმაცია ზუსტი გვაქვს და ვიცით, რომ ამ ბავშვების გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო და გარდაცვალების უკან იდგა სწორედ ის მძიმე გართულება, რაც ახასიათებდა პანდემიის განსაკუთრებით პირველ წელს და ეს ყველა არის გარდაცვლილი პირველი წლის განმავლობაში. რამდენი იშვიათი დაავადება ფიქსირდება, რამდენად ადვილია მათი მართვა და რომ ამ ბავშვებს ძვირად ღირებული მედიკამენტები ესაჭიროებათ. საქართველოში არსებობს იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის ეროვნული პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროგრამა უზრუნველყოფს 33 დიაგნოზის ამბულატორიულ მართვას და 39 დიაგნოზის სტაციონარულ მართვას. ანუ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ჩამონათვალი ამ დაავადებების, ნაწილი მათგანი იმართება ამბულატორიულად, ნაწილი მათგანი სახელმწიფო უზრუნველყოფს მართვას სტაციონარში და იმ იშვიათი დაავადებებიდან 16 დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს უზრუნველყოფს სახელმწიფო. დიახ, რა თქმა უნდა, ესეა ზოგიერთი ესეთი იშვიათი დაავადება საჭიროებს ძვირად ღირებულ მედიკამენტს. ერთ-ერთი ბოლო იშვიათი დაავადება, რომელიც მედიკამენტით მკურნალობას ექვემდებარება, არის აქონდროპლაზია და ამ დაავადების მკურნალობის ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტს იღებს ყველა ის პაციენტი, რომელსაც ეს დიაგნოზი აქვს. 25 ბავშვია საქართველოში ამ დაავადებით დიაგნოსტირებული, ასე რომ ამ პროგრამის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს ამ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა მათგანი სრულად არის უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, ყველა მედიკამენტით, რომელიც მათ ჭირდება, აქ ისევ და ისევ რჩება მედიკამენტის ხელმისაწვდომობა და ღირებულება, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიურად უმჯობესდება ამ ბავშვების მომარაგება მედიკამენტებით და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე დაავადება დაემატება, სადაც გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება მედიკამენტური დახმარების თუ დიაგნოსტიკური დახმარების უზრუნველყოფა. მიგაშნიათ თუ რომ კოვიდი საქართველოში სწორად იმართა და თუ არა რისი ბრალია. ბატონ მირზას აქვს ეს კითხვა. ამაზე პასუხისგაცემა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ კოვიდი ვერსად ვერ იმართა სწორად პანდემიის პირველ წელს. მარტივი მიზეზის გამო არავინ არ იცოდა არც
ამ ახალი ვირუსის შესახებ არაფერი, არავინ არ იცოდა თუ რა უნდა ყოფილიყო გამოყენებული მკურნალობისთვის, როგორ უნდა დაესვა დიაგნოზი და ასე შემდეგ, ასე რომ პირველი წელი ის რაც იყო და ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნამდვილად აღიარებს, ეს არის გაურკვევლობა ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის თვალსაზრისით და გამოიწვია კიდეც ამ გაურკვევლობამ ძალიან მაღალი ლეტალობა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ის 17,000 გარდაცვლილი ძირითადად პანდემიის პირველ წელს არის გარდაცვლილი. ამიტომ ვერ იმართებოდა ვერანაირად სწორად, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც უკვე უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტი გამოცდილება დაგროვდა საერთაშორისო, ჩვენ მქონდა ორი მთავარი ატრიბუტი. ეს იყო ეროვნული პროტოკოლი, ეროვნული გაიდლაინი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ედგა სათავეში აი ამ კლინიკურ ჯგუფს და ეს ეროვნული გაიდლაინის რამდენიმე ვერსია გამოქვეყნდა პანდემიის მიმდინარეობისას, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იყო და ყველა ექიმს, ვინც მუშაობდა COVID პაციენტებთან, შესაძლებლობა ჰქონდა ეხელმძღვანელა ამ პროტოკოლით. ასევე ჩვენ ჰქონდა წარდგენილი და ჯანდარის სამინისტროს მიერ მინისტრის ბრძანებით ხელმოწერილი ეროვნული პროტოკოლი კორონავირუსის მართვის, კორონავირუსის გართულების მართვის და ასე შემდეგ, ასე რომ ექიმების მზაობა და მზადყოფნა ამ შემთხვევაში თეორიული იყო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად ძალიან სწრაფად რეაგირებდა სამედიცინო საზოგადოება და სისტემა ამ ცვლილებებზე დიაგნოსტიკისა და მართვაში. ჩვენ მქონდა ასე უნიკალური ექსპერიმენტი, იცით, სასტუმროებში გადაყვანისა და მართვის პაციენტების, რაც მართლაც ეფექტური იყო და მართლაც იმუშავა, ასე რომ გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს ამ თვალსაზრისით გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში. მაგრამ ჩვენ მქონდა ერთი ხარვეზი რაც შეეხებოდა ვაქცინაციას. აი აქ ალბათ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაქცინაციის თვალსაზრისით კორონავირუსის პრევენცია ვერ მოხერხდა ისე როგორც იყო დაგეგმილი. საქართველოში 34% იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იყო აუცილებელი და საჭირო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის ჩვენ მეზობლებს ყველას ამაზე მაღალი ციფრი ქონდა. რას ურჩევდით მომავალ ექიმებს და რას საუბრებით მომავალ სტუდენტებს. სანამ სტუდენტი კლინიკურ პრაქტიკას არ დაიწყებს, მისთვის პაციენტი დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პაციენტის მოვლა უფრო თეორიულია და ამიტომ პირველი, მეორე, მესამე წელს მას არ აქვს ეს რეალური წარმოდგენა თუ რა არჩევანი გააკეთა თავის ცხოვრებაში. აი მეოთხე კურსზე უკვე 32 დღე გრძელდება ჩვენთან კურაცია, ამ 32 დღის განმავლობაში უკვე სტუდენტს რეალურად შეუძლია ნახოს რა არის პედიატრია და რა არის მედიცინა. სტუდენტმა უნდა იცოდეს მედიცინა და ექიმობა არ არის მხოლოდ პროფესია, ხშირად მოისმენთ ამ განმარტებას და ეს მართლაც ეს არის ცხოვრების წესი. უпростоრად ცხოვრების წესის არ ქონა, თქვენ არ გაქვთ არანაირი კვების რეჟიმი, არ გაქვთ არანაირი ძილის რეჟიმი, არ გაქვთ არანაირი დასვენების რეჟიმი, აბსოლუტურად ეს ნაწილი ნორმალური ადამიანის ცხოვრების არის დარღვეული, სხვანაირად არ შეიძლება. თუ თქვენ ამისთვის მზად ხართ, თქვენ მაშინ კლინიკური პრაქტიკის მიმდინარეობისას დაგემატებათ შესაძლებლობა ნახოთ შეგიძლიათ თუ არა ამ პაციენტთან ურთიერთობა. ჩვენ მქონია და არ თუ ისე ცოტა შემთხვევები, როდესაც მოდიან სტუდენტები ჩვენთან საბაზისო კურსიდან, გთხოვენ რომ მათ უნდათ კლინიკური პრაქტიკა, ჩვენ უშვებთ მათ სხვადასხვა განყოფილებაში, ონკოჰემატოლოგიაში იქნება, რეანიმაციაში. ამ სტუდენტების 80% პირველივე კვირის შემდეგ ვარს ამბობს აქ მუშაობაზე. იმდენად მძიმეა მათთვის და იმდენად მოულოდნელია ის სიძნელე, რასაც ისინი აწყდებიან პაციენტთან ურთიერთობისას და პაციენტის მკურნალობის პროცესში 80% შეიძლება უფრო მეტიც. ამიტომ ხშირად ეს არჩევანი, რასაც სტუდენტები იღებენ, არის ან მშობლებისგან გამომდინარე, ან რაღაც ტრენდული მიმდინარეობიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ეს არჩევანი არ იქნება გასნობიერებული და არ იქნებით მზად იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრი რამ დაგაკლდებათ, მაშინ თქვენ ექიმი ვერ გამოხვალთ. ძალიან ბევრი რამე ესეთი, რაზეც ვარის თქმა მოგიწევთ. თუ თქვენ მზად ხართ ამ ბევრ რამეზე ვარის თქმა, მაშინ თქვენ ნამდვილად გამოხვალთ კარგი ექიმი და კიდევ ერთი აუცილებლად უნდა გიყვარდეთ პაციენტი. პაციენტის სიყვარულის გარეშე, თუ თქვენ ბავშვი არ გიყვართ, თქვენ ვერ გახდებით ვერასოდეს პედიატრი. მინდა უსურვო ჩვენს მოვალეობას, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ ეს შესაძლებელია, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანმა თქვას, ნაკლებად სტუდენტმა თქვას, ვარი მედიცინაზე, ექიმობაზე და დარწმუნებული ვარ, სავსებით შესაძლებელია ეხლა არაპოპულარული
დარგი მედიცინა და ექიმობა უახლოეს მომავალში გახდეს პოპულარული და უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ამ საქმიანობით. დიდი მადლობა.